თხოვა შობის ღამეს დაიწყო. ეგონათ არასოდეს შეწყდებოდა. არ იცოდნენ უშკულელებმა რა ხდებოდა სამყაროში. რა ბედი ეწერათ მათ. ზვავი უჩუმრად ჩამოვიდა იანვრის ბოლო დღეს. ღამით ჩაესმათ ხალხს სახლების მკრევის ხმა და კვლავ ყველაფერი დადუმდა. წამოვიდა ზვავი და დაკარგა ვალერიმ ცოლი, სამი ბიჭი, გოგო, ძმისწული და ბიძოლა. 97 წელს იყო დიდი სტექია, თავლი ჩამოვიდა 4 მეტრამდე სიმაღლე. ხო და 150 კაცი შეიწირა სვანეთში სტექია. ხო და ჩვენ გადმოგვიყვანეს მაშინ წყალტუბოს რაიონში ვეტფრენებით. ხო და დავრჩით აქანე, მე და ჩემი ოჯახი. მაშინ ვიყავი 27 წლის. გახიზნული მოსახლეობის ნაწილი უკვე ჩასახლდა მარნეულის, დმანისის, ბოლნისის, საგარეჯოს რაიონებში. ისინი ახლა სამშვიდობოს არიან. შევგადავრჩით სასწაულად. აღარავინ არ დარჩა ჩემ სოფელში. ერთი სოფელის ლადე იყუპა. მამა და ზოგჯერ სახლში 30 ვიყავით. დედმამის შვილები, შვილიშვილები, ეგენი შევგროვდებოდით და 30 ვიყავით ზოგჯერ სახლში. კი გალაქციონი. დავამთავრე კავშირგაბმულობის საინჟინრო. მუშაობდი 1 წელი და მე გავთხოვდი, გავიპარე უბრალოდ. ჩვენთან დღესასწაული არის კვირიკობა ქვია. მაშინ ტელეფონები ის იყო, ოჯახის ტელეფონები, ეს მქონდა სახლის ტელეფონი და მაგასაც. მანამდე ვიყავი, შეთანხმებული ეს მოვიდოდა კვირიკობაზე და მე შევიყვანდი მერე იქ. იმიტომ რომ ეს ქომოსვანეთიდან კვირიკამდე რომ გადმოხვიდე, ლატფარის უღელტეხილი უნდა გადმოიარო მაშინ. ეს ლატფარის უღელტეხილი კიდე ძალიან დიდი არა ახლა. დილას რო ადგები 12 საათზე კალაში ხარ. ქომოსვანეთიდან. ეს ფეხით წამოვიდა და მე იქ ცხოვრობდი კალაშიდან. 79 წელი იყო და ძალიან ბევრი ხალხი იყო მაშინ არ იყო სტიქია. ხო და ყველა იქ ცხოვრობდა და მე ვიდა ბევრი ხალხი და გავჩაღეთ სუფრა და ქორწილი და ყველაფერი. ერთ-ერთი ქვია. შეხედე. ეს იყო პოლიციელი, მე ვუთხარი პოლიციიდან თუ გამოხვალ, იმ შემთხვევაში გაგხვები თუ არა და არ გაგხვები თქვა და ოღონდ შეგამყევიო და როსაც მე მას გავაკეთებ. თქვენთვის რა დათმობებო? თავისი ქალობა დათმო ჩემთვის, რათა უკეთესი რა თამბობდა. თავისი ადამიანობა. მაგარი ბიჭი ვიყავი. სპორტში მაგარი ვიყავი, ნასწავლი ვიყავი. ერთი წელი ვიყავი მესტიაში, მეტი არ გავჩერებული ვარ. 80 წელში გადმოვედით მეურნეობაში, რომ სამუშაო გქონოდა. ხო და იმ მეურნეობიდან აღვიდგით ფეხი. მე ვაჭრობაზე დავიწყეთ მუშაობა. პირველად ბათუმიდან ჩამოგქონდა, თურქეთიდან რაღაცები. მე ცოტა გავაღრმავეთ, ახლა რომ ვისწავლეთ ვაჭრობა და მოვიდით ბაზარში. ადრე ხულოს კარტოფილი შემომქონდა და ხულოს კარტოფილზე გიждდებოდა მთელი ქუთაისი, მაგრამ ახლა აღარ წესავენ კარტოფილს. ტურისტები ყავთ. ყველას მოქონდა თითო მეშვეკი ოღონდ გამესაღებია იმათვე კარტოფილი. უჭირდათ ძალიან. აღარ გქონდათ პურის პური. ხულოში ბევრი მეგობარი მყავს. ძალიან უყვარდი ყველას. აგერაც ჩვენი ხარკავტობა. კაი ბიჭი იყო და მიწოწები წაუყევია პა. კაი ჩისებიანი გოგო იყო ნახდათ. ეზარე ბასტომრის მიღება მაგი მაგასთან არ ყოფილა. პირიქით
ჩემიანიც უყვარს და თავის ხალხი რომ მოგივა, ისინიც უყვარს. უყვარს ხალხს ჩვენთან სტუმრობა. მიტომ ახ ყველა ოთახში სტოლი, სადაც მინდა იქ გავშლის უფროს. ამას ძალიან დიდი ისტორია აქვს. ამ სანურქუდებს ზამთარში გათბობს, ზაფხულში გაგრილებს. წნევას არეგულირებს. აი მაგალითად ძველ დროში ცოტა სქელი ქუდები რო ქონდათ, ხანჯალი რო გუვარდებოდნენ ხელიდან, მეორე შეეძლო დაეკუჭა ეს ქუდი და ხანჯალზე მეეკიდა ხელი და წაართმევდა ხანჯალს. ამას ქორწილში იხურავდნენ შავს იმაში რა ქვია გასვენებაში და ეს ჩვეულებრივი სატარებელი აქვს ყოველთვის. ასე თუ დაიხურავ არა, ასე თუ დაიხურავ, მერე უკვე იცის იმა რომ გაბრაზებული ხარ. თუ აიწევ ცოტა ზეით, მერე იცის რომ მომღიმარი სახე გაქვს, არ ხარ გაბრაზებული.